სასკოლო კონკურსი გურჯაანის ტექნოპარკში. მისი მიზანი ახალგაზრდებში მეცნიერების, ინოვაციებისა და STEM განათლების პოპულარიზაცია. პროექტის ფარგლებში ჩართულია 13 საჯარო სკოლა გურჯაანის, ლაგოდეხის, დედოფლის წყაროს, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებიდან. კონკურსის დასკვნითი ეტაპი 15 მაისს გაიმართება. წინანდალში სასტუმრო რედისონში მონაწილე სასკოლო გუნდები წარმოადგენენ მათ მიერ შექმნილ სტარტაპ პროექტებს განათლების სფეროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ და შეეცდებიან მოიპოვონ წლის ყველაზე ინოვაციური და ტექნოლოგიური სკოლის სტატუსი. აღნიშნული პროექტის მონაწილეობა ერთ-ერთი მოსწავლის იდეა იყო, შევქმნით ჯგუფი და წამოვედით, ვღებულობთ მონაწილეობას. პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, პროექტში ჩართული ადამიანები ძირითადად მუშაობთ საგანმანათლებლო სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარებაზე, ვიკვლევთ სხვადასხვა პრობლემებს და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა ახალი რესურსების შექმნის იდეებზე მუშაობენ ბავშვები აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით. გარკვეული დროის განმავლობაში ბავშვებს 5 დღე ზედიზედ უტარდებოდათ ტრენინგი, საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავი, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების, ასევე ხელოვნური ინტელექტის და მეწარმეობის კუთხით. მათ მიერ გამოგონილი პროდუქტი, რომელიც იდეის სახით აქვთ ძალიან ბევრ გუნდს უკვე ჩამოყალიბებული, სავარაუდოდ სამომავლოდ უნდა გატანილი იქნას ასევე ბაზარზე. ანუ ჩვენ მოსწავლეებს აქ ვასწავლით არა მხოლოდ იმას, რომ თქვა შექმნა რაიმე ციფრული პროდუქტი, არამედ შემდგომ ამ ციფრული პროდუქტისაგან როგორ მიიღონ როგორც ინტელექტუალური, ასევე მატერიალური სარგებელი. ეს პროექტი დამეხმარა პირველ რიგში ნეტვორკინგის გაჩენაში, ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, რომელიც როგორც მეხმარება, ასევე მხარდაჭერას მიჭერს არა მარტო ამ პროექტში, არამედ უკვე გამოცდილებას მაქვს და ჩემი ერთ-ერთი სტარტაპ იდეა სწორედაც რომ ერთ-ერთი მენტორის მიერ ამ პროექტის ფარგლებს გარეთ განმოვითარე, რაც ძალიან სახარბიელოა ნებისმიერი ჩემი ასაკის ბავშვისთვის და არა თუ მხოლოდ ჩემი ასაკისების.